ჩვენ მუშაობ და დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება EUTODIR-ს და ამ წერილში ჩვენ თხოვთ EUTODIR-ს, რომ აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული იქნა პირველად 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას, რომ EUTODIR-მა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის იმ კანონდარღვევებს, მიტაცებული არჩევნებს, რომ ჩვენ გქონდეს სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში და მეორე შეისწავლოს ასევე ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს. ხაზგასმულია ანგარიში და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს და კარი ქართველი ხალხისთვის ღიაა, თუმცა არა ივანიშვილისთვის და ის თუ რა დაკარგა დღის მოცემულობით ქვეყანამ ივანიშვილის ავტორიტარული მეთოდების გამოყენების გამო, ისევე როგორც კარის დახურვის გამო ევროკავშირში არის მოლდოვას მაგალითი, როდესაც მოლდოვა მიიღო 2 მილიარდი დახმარება იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების თუ ენერგოუსაფრთხოების კუთხით, რომელიც მოლდოვას ჭირდება და საქართველოს, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იმისა, რომ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი ამ ქვეყანაში ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. ამიტომ სამწუხარო ვითარება გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლების ბერკეტებს დროებით ფლობს ივანიშვილის კრიმინალური და მოღალატური ბანდა, ეს გავრილოვების ბანდა, რომელიც არ ერიდება მოსახლეობის კვლავ და კვლავ მოტყუებას და ცდილობს, რომ ის უმძიმესი ვითარება, რაც არის ქვეყანაში, შეალამაზოს, ნაცვლად როგორც მოლდოვა მიიღო მილიარდების მიღებისა, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ პრობლემას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გაჩერების სახით. ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა, არის პანიკაში შეიძლება ითქვას და უკვე ეგრეთ წოდებულ პარლამენტს, ეგრეთ წოდებული კანონების მიღებას ავალდებულებს და მიაღებინა ეგრეთ წოდებული კანონები, რის საფუძველზეც მას და მათ გაუადვილდებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა